პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით პაპუაშვილმა გააკეთა დღეს საინტერესო განცხადება და აი მოდი მოусმინოთ ამასაც. რაც შეეხება პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვასთან დაკავშირებით კანონმდებლობას, თავად პარტიების გაუქმებაზე არაფერი არ იცვლება, როგორც აქამდე არსებობდა სისტემა, რომლის გამოყენებითაც სხვათა შორის მაშინდელ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას სურდა ერთ-ერთი პარტიის გაუქმება და გამზადებული ქონდა სარჩელი ამისთვის, ზუსტად ის კანონია, რომლითაც ქალბატონი ნინო ლომჯარია აპირებდა ერთ-ერთი პარტიის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით. აქ არაფერი არ იცვლება, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და მასთან დაკავშირებულ ჩვენ პრეტენზიებს და ჩვენ სურვილს რომ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. კანონში რაც ახლა გაიწერება არის ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც პარტია ცხადდება არაკონსტიტუციურად, თუ კი იგივე ადამიანები, იგივე იდეოლოგიით, იგივე მიზნებით ადგებიან უბრალოდ სხვა სახელს დაირქვენ, ეხლა ეს უბრალოდ ჩვეულებრივი თაღლითობა, რომელიც არ უნდა დაუშვათ. აქედან გამომდინარე გაიწერება მემკვიდრე პარტიის დეფინიცია, ეს ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო რომელიმე პარტიას გამოაცხადებს არაკონსტიტუციურად და იმ პარტიის ბირთვი, როგორც ასე ვთქვათ, ადამიანების მხრივ, ისე მიზნებიდან გამომდინარე აისახება რაღაც სხვა ახალ პარტიაში, ასე ვთქვათ, fake პარტიაში, რომელიც თავისი არსით არის ასლი აკრძალული პარტიისა, ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი რომ კვლავ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლო უკვე უფრო დაჩქარებულ ვადებში განიხილავს და თუ დაადგენს რომ ეს არის იდენტური თავისი შინაარსით შემადგენლობით არსით აკრძალული პარტიისა, მაშინ აკრძალავს იმ პარტიას. ეს უნდა განმარტოთ აქ რაზე ლაპარაკი. ლომჯარიამ ითხოვა ჩვენი პარტიის გაუქმება. მაშინ მაგაზე იყო ლაპარაკი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოითხოვა მიმართვა და ჩვენი პარტია რომ გაეუქმებინათ ეგ მოითხოვა და მერე ქართულმა ოცნებამ გააუქმა. ნუ მაგ დროს არა. მაგის საფუძველზე არა. მაგის საფუძველზე არა, მაგრამ ნუ ფაქტი ის არის, რომ ქართულმა ოცნებამ გააუქმა თან არა საკონსტიტუციო სასამართლოთი, არამედ უბრალოდ სრულიად არანაირ კავშირში რომ არ არის კანონმდებლობასთან და კონსტიტუციასთან ისეთი ფორმით გააუქმა უბრალოდ, მოეპრიანა და გააუქმა, რაც არანაირ იურიდიულ ფორმაში არ ჯდება. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლომჯარიას რა მოთხოვნაც ჰქონდა, ეგ შეასრულა ქართულმა ოცნებამ თან მაქსიმალურად ცუდი ფორმით, მაქსიმალურად დარღვევითი ფორმით, კონსტიტუციური უფლებების დარღვევით ფორმით. სხვათა შორის, აი ეხლა რაც შემოგთავაზა პარლამენტის თავმჯდომარემ, აი ებრაელებში აი ამ ქცევას ქვია ხუცფა. აი ანუ ებრაულ ენაში არის ეგეთი ადამიანის თვისება, გავრცელებული არა, ნუ ცნება, ხო, რომელიც რას ნიშნავს, ხო, ამ სიტყვის შინაარსი რა არის, ანუ ადამიანის საქციელი, რომელიც არის აი უკიდურესად, აი მართლა უხერხულად ამორალური და ცინიკური. აი მაგალითად ამის ამსახველი აი კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, აი მაგალითად სასამართლოში ბოლო სიტყვა მისცეს ბრალდებულს, რომელმაც საკუთარი მშობლები მოკლა თავისი ხელით. და ბრალდებულის ბოლო სიტყვაა, რომ იქნებ როგორმე მსუბუქად გამომიტანოთ სასჯელი, იმიტომ რომ ობოლი ვარ. ანუ აი დაახლოებით ეგ არის, ეხლა რაც მოვისმინეთ ბატონი პარლამენტის თავმჯდომარისგან, ანუ ადამიანი უტევს ნინო ლომჯარიას იმის გამო, რომ ნინო ლომჯარია ითხოვს უკანონობას ჩვენზე. ხო, ჩვენზე. ოღონდ ეგ უკანონობა თავად გააკეთა ჩვენს მიმართ. ეს ხო აი რაღაც ხო წარმოუდგენელი მასშტაბის ცინიზმია. ანუ შენ ადამიანს უტევ, რომ ეს ამის გაკეთებას რატო ითხოვ? როგორ შეიძლება პარტიის გაუქმება? ოღონდ თავად გაგვაუქმა.
თან საინტერესოა რომ ამ საუბრისაც ეხა მაინც ეხა შინაგანად ხო უხერხულია ხო ყველა ხვდება რომ რაღაც არალოგიკურს ლაპარაკობ კი არ დაგვასახელ ანუ ჩვენი პარტიის ჩვენი მოძრაობის სახელი კი არ მოიხსენია ისე თქვა აი ერთ-ერთი პარტიის იმიტომ რომ უხერხული იყო მისთვის ჩვენი პარტიის თუნდაც ჩვენი პარტიის დასახელება იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე თვითონ გააკეთეს ანუ ლომჯარიას რაც უნდოდა ლომჯარიამ ვერ გააკეთა მაგრამ ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციის დარღვევით კანონის უხეში დარღვევით 5 წუთში საჯარო რეესში გააუქმა ჩვენი წინა პარტია რომელიც კანონის სრული დაცვით იყო რეგისტრირებული მან 3 წელი და ეხლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ კვლავ კანონი დაარღვიოს და აღარ დაგვარეგისტრიროს. ამიტომ მე არ ვიცი ახლა იცით როგორი რაღაცაა? აი ყველაფერს აქვს საზღვარი, კაცო, აი ყველაფერს აქვს თავისი რაღაცა აი რაღაცა ზღვარი, ხო აქვს, კაცო, ხო არ შეიძლება ასე უტიფრად ყველაფერზე ხელი არის. რას დავამატებ, იცი? ეხლა რაზეც იყო ლაპარაკი. ცვლილება შედის კანონმდებლობაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებელია მიმართოს გაუქმების მოთხოვნით თუ ლაპარაკია კონკრეტული პარტიის მემკვიდრე პარტიაზე. როგორიც არის მაგალითად ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრე პარტია არის ბოკერიას პარტია, ხო? რომელიც დაარეგისტრირა ქართულმა ოცნებამ ეხლა აი ჩვენ მაგალითად ეხლა დარეგისტრირებას რო ვცდილობთ ჩვენზე გამოგონებულია სრული მაქსიმალური შემოქმედების უნარი აქვთ ჩართული ხარვეზების მოგონებაში თუ კი რამე შემოქმედების უნარი გააჩნდათ ყველაფერი გამოიგონეს იმისთვის რომ ჩვენთვის რაღაცა მოეგონებინათ რაღაცა ხარვეზები ბოკერია დაარეგისტრირეს მემკვიდრე პარტია რომელიც ცვლილებაც ახლა შედის ამიტომ რა პროცესები არის ამ ქვეყანაში სინამდვილეში მარტივია ყველაფრის მიხედვა ქართულ ოცნებას რომელი ოპოზიციაც აწყობს რომელ მოწინააღმდეგესთანაც კომფორტულად გრძნობს თავს მას არაფერი გასამართლება და არაფერი აკრძალვა არ ემუქრება ხოლო რომელიც არ მოსწონს ყველა ბერკეტს იქმნის ამისთვის რომ მარტივად მოახდინოს რეპრესიები